ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი. მოგესალმებით კიდევ ერთხელ თუ გსურთ გაიგოთ ქართველი და უცხოური კინოსა და მუსიკის ვარსკვლავების შესახებ საინტერესო სიახლეები, მაშინ უყურეთ პროგრამა ინფორმატორი 24 იანვრის გამოშვებას კომპანია ყაზბეგთან და ლაილაისთან ერთად. თინეიჯერი მომღერალი სალომე წვერაიძე დათო ფორჩხეთის სტუდიაში ახალ სიმღერას წერს, რომელიც თავად დათოს ეკუთვნის. თავად დათოს ეკუთვნის სიმღერის ტექსტიც და არანჟირებაც. როგორც სალომე უთხრა, მას ძალიან მოსწონს სიმღერა და დათოსთან მუშაობა. ახლა კი ვნახოთ სიუჟეტი თუ როგორ მიმდინარეობდა სიმღერის ჩაწერის პროცესი. ეს არის ურთულესი და ლამაზი სიმღერა და გავამართლებ ალბათ დათოს იმედებს და ისე ჩავწერ როგორც მას სურს. ჩვენ გვინდოდა ამ ხასიათის სიმღერის ჩაწერა და დაიწერა, ჩვეულებრივად დაიწერა და მე საერთოდ არა ვარ იმის მომხრე, რომ რაღაც სიმღერა ვიღაცისთვის იწერება ან არ იწერება. კარგმა მომღერალმა ყველა სიმღერა უნდა შეასრულოს. ყველა სიმღერა შეიძლება იმას მოერგოს. შეიძლება იმ სიმღერამ რაღაც ცვლილებები განიცადოს სხვადასხვა შემსრულებლის მიერ სხვანაირად იყოს შესრულებული. ეხლა ჩვენ ვცდილობთ, რომ ეს სიმღერა, აი სალომეს როგორც მოუხდება და როგორც თვითონ მოიხდენს, ისე გავაკეთოთ. თუ მარტობის განსა და სინანული გახდა შენი ხშირი სტუმარი ერა გავშლით ფთებს ესე. თებს. ო, ცოტა მაღლა. თავარია რომ აი კომპლექსში ეს სიმღერა გამოვიდეს კარგი, იმიტომ რომ შეიძლება არანჟირება იყოს კარგი, შეიძლება ტექსტი იყოს კარგი, შეიძლება კარგად მღეროდეს. აი ეს თუ ერთად გამოგვივიდა, მე მგონი უფრო როგორი სიმღერაა, ეს საჩვენებელი სიმღერაა, რომ აი როგორ მღერი ვარ, აი ესეთი სიმღერა. დავი, აი პატარა აი დავი ბრუნე, აი ბოლოში შეიძლება მარტისთვის, აპრილისთვის შეიძლება ახალი კლიპი გადავიღო ამ სიმღერაზე, ან დუეტზე. მე ამ ბავშვთან უკვე მეორე სიმღერაზე ვმუშაობ და რა არის იცი, მე ჩემთვის პროგრესი თვალშისაცემია. შეიძლება მსმენელმა ჯერ ეს იმდენად ვერ დაინახოს, ან ვერ შეაფასოს, ამას დრო უნდა, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ კარგად თუ ასავლიან და კარგ რჩევებს თუ მიცემენ, მონდომებული და ნიჭიერი ბავშვია. მარტობის განცდა და სინანული გახდა შენი ხშირი სტუმარი. კლუბ სახლში მხატვარმა გელა ჯინჭარაძემ კალმით და ტუშით ნახატი ნამუშევრების გამოფენა მოაწყო. როგორ ვიყო, იცი რომ აი კალმით ნახატიო რო იტყოდნენ რა, ქალზე რა, კალმითაა ნახატი ეს რა. ხო და კალიგრაფია და ეგ ძალიან ერთად აი ახლოს განა რა და უკვე ხვდები რომ თვითონ ხელწერა არაბებს მაგარი კალიგრაფები ყავდათ. ნანახებობს ყურანის სურამს ხალი არის დახატული ასოებით. ხო და გაგიჟდები რა ნახატია რა. იაპონელებს კიდე ეგეთი ყავდათ, ცალკე რა, რომელიც კალიგრაფია ხატვის დონეზე იყო აყვანილი. მე ვიძახი რომ პირველ კლასში ვარ მეთქი. ესა ახლა გადავდივარ მეორეში, იმიტომ რომ ერთი ამდენი უკვე დახატული მაქვს, როგორ აი ეს ჩარჩოში არა მაქვს რა ჩასული რა.
მუსიკალური ფესტივალი მეგა წელსაც გამოავლენს საუკეთესო მომღერალ სიმღერას ვიდეორგოლს და ასე შემდეგ 2003 წლის ნომინაციებისა და ნომინანტების შესახებ მოეწყო ჟურნალისტებთან შეხვედრა. დარგებული გვაქვს ანკეტები, ვაკეთებთ ხოლმე ასე ვთქვათ, ჩვენს შეხედულებებს ვაფიქსირებთ და ვაკეთებთ თავის ფიქსაციას ფულცელზე, რაც შემდეგ მიდის უკვე მეგა საორგანიზაციო კომიტეტში და იქ როგორც დოკუმენტის სახით იდება და გათვალისწინებული იქნება საბოლოოდ იმ სამეულების შედგენის დროს, რაც უკვე წარდგენილი იქნება წელს მეგას ცერემონიალზე ან 5 ან 12 მარტს. აქ ჩვენ ვაფასებთ არა იმას, რაც შეიძლება შემოქმედებითად უფრო ღირებული იყოს, ან პოპულარული ფასტები, მაგრამ აქვე უნდა არ უნდა გავიდე ახლა VHS-ით გადაღებულ კლიპს ვერ გააჩი რამდენად პოპულარული წარმოებას, შეიძლება რაღაც ნაკლები პროცენტი სამეულში შეიყვანო, მაგრამ გამარჯვების უფლება არ ქონდეს. მე ესე ვთვლი ამ შემთხვევაში. ტურაშვილი კლუბში წეთქოს. პირამიდები აი ბუკას და ჯაბას სიმღერა არის ის შეიძლება გავიდეს ხუთეულში კიდეცა. ბუკას და ჯაბას რა ქვია მაგ სიმღერას? მომ გავხაროთ როგორ? ეს არის საქართველოს ტრადიციული დაჯილდოების ცერემონიალის მეგას ტრადიციული ასევე შეხვედრა ჟურნალისტური ვერსიის არჩევა იმ ჟურნალისტების, ვინც მედიაში მუშაობენ და წერენ ქართულ შოუ ბიზნესზე. მათი არჩევანი ფიქსირდება მეხუთე საიუბილეო ცერემონიალისთვის და სამეულები შედგება. ამ სამეულებს მე ჩვენ შევათანხმებთ უკვე ხალხის მასასთან მოსულ სამეულებთან, პროფესიონალების სამეულებთან, უკვე ერთი კონკრეტული გამარჯვებული გამოვლინდება ასევე ტრადიციულად უკვე მეგას ცერემონიალზე ამჟამად მარტში. ემის სადებიუტო ალბომისთვის ემზადება, ამიტომ გოგონები ინტენსიურად მუშაობენ ახალ სიმღერებზე. ინფორმატორმა ამჯერად ისინი ინტრო სტუდიაში დააფიქსირა მორიგი სიმღერის ჩაწერის დროს თუ ვის სიმღერაზე მუშაობენ გოგონები, ამას ჩვენი სიუჟეტიდან შევიტყობთ. აღარ გამოყვები შორს არასდროს ახლა რა ქენი იცი? ჩვენი ერთად ყოფნის ყოველი დღე. აი ეს მიმღერი რა. ჩვენი ერთად ყოფნის ყოველი დღე. აცარსოს დარჩება. ჩვენი ერთად ყოფნის ყოველი დღე. მერე თუ გინდა ეს დაგი რა ტექსტია? დაგივიწყებ შენ ამას. ჩვენი ერთად ყოფნის ყოველი დღე. აცარსოს დარჩება. თუ გინდა ეს დაგივიწყებ შენ ამას. სიმღერა არის ძიმას და მიკას ერთობლივი ნამუშევარი, არანჟირება ეკუთვნის ძიმას და იწერება ინტრო სტუდიაში. ტექსტი არის აჩიკო ვანიშვილის, იგივე რეპერი ძვალი და კონკრეტებისთვის. გამომდინარე იქიდან, რომ სპეციალურად ჩვენთვის გააკეთეს ბიჭებმა, მე ვფიქრობ, რომ საჩვენო სიმღერაა და რაღაც მომწონს ძალიან. და ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი გამორჩეული სიმღერა იქნება ჩვენ რეპერტუარში. მინდა იცოდე, ას რომ აღარ ფიქრობდე, აღარ გთხოვ, ჩემთან იყო კვლავ. ბოლო 2-3 სიმღერა რადიკალურად განსხვავებულია ჩვენი რეპერტუარისგან, იმიტომ რომ ადრე რუსამორჩილაძის სიმღერებს მღეროდით, ის უფრო განსხვავებული ჟანრის იყო. ეხლა დიმას და მიკას ხელწერა უკვე ეტყობა და რაღაც სხვა სტილში რაღაც გადავედით და მე მგონი კაია. ფაქტიურად ეს 2-3 თვეა უკვე, რაც სისტემატურად მუშაობთ, ანუ ვემზადებით სადებიუტო ალბომის გამოსაშვებად. და ამიტომ ვართ სტუდიაში, ანუ ეს კლიპები და რაღაცეებისგან ჯერჯერობით ვიკავებთ თავს, როცა გამოვა ალბომი, მე გავაკეთებთ კლიპსაც. აღარ გთხოვ, ჩემთან იყო კვლავ. ჩვენ ვარაუდობთ 2 სიმღერა დაგვრჩა კიდე, ანუ რო იყოს მასალა. ვარაუდობთ, რომ ალბათ გაზაფხულისთვის გამოუშვებთ. სადაც იქნება 4 რუსამორჩილაძის სიმღერა, 1 ირაკლი დიდიას სიმღერა და დანარჩენი იქნება ძიმას და მიკას სიმღერები. Tarsus darcheba, gina es, dagivitrev meshenama. Tarsus darcheba, agarastros vipikrev meshenze. უკვე მე მგონი 70% გავაკეთეთ და ეხლა ამ დღეებში მზად იქნება რა სიმღერა რა. Mera rosvisicha, oshenot kadiste. Mera rombegatse. Mera rombiticha. Mera rosvisicha,
რომ ცნობილი მსახიობი ჟანრი ლოლაშვილი არაჩვეულებრივად ხატავს და მას ბევრი საინტერესო ნამუშევარია შექმნილი, სიახლის არ წარმოადგენს. თუმცა შესაძლოა ფართო საზოგადოებისთვის მისი ნახატები უცნობია. ამიტომ ინფორმატორი გალერეა კოპალაში მისი ნახატების გამოფენას დაესწრო. მე ძალიან მოხარული ვარ, რომ არსებობს საბაბი, რომელმაც დღეს ჩვენ ერთმანეთს შეგვახვედრეთ. იმიტომ რომ ხართ ის ადამიანები, ესე იგი, ვინც უკანასკნელი 40-50 წლის მანძილზე წარმოადგენთ ქართულ კულტურას, წარმოადგენთ იმ საზოგადოებას, რომლისთვისაც კეთდება, რომლისთვისაც იხატება, რომლისთვისაც იდგმება, რომლისთვისაც ალბათ და რომლისგანაც ალბათ ესე იგი ის თავარი ინფორმაცია გამოდის, თუ ვინა ვართ, რა ვართ, რატო ვართ და რა გვაინტერესებს. აი ეს ერთი ოთახი არის მთლიანად ძველი ნამუშევრები. ერთმანეთთან რაც დაждდა ერთმანეთის ახლოს წესიერად, ლაქების მიხედვით და ზომების მიხედვით, მხოლოდ ისინი გამოფინე. სულ მქონდა ხოლმე ეჭვი რომ რაღაც უნდა დაავკიდო ეს კედელი, ნუ სახში როცა კიდევ გასაგები. თუმცა კოკეტობა იქაც არსებობს საკუთარ თავისას. მაგრამ ეხლა როცა უყურებ, არა თქვა შეიძლება რომ არსებობდეს ასეთი რაღაცეებიც. ყოველ შემთხვევაში თუ ჩემი მეგობრები არ მათყვებენ და ქართველი მხატვრები და საერთოდ მხატვრები, ნუ რა ვიცი, რაღაცა მე მგონი შედგა. სიდაკთან ერთად გადავიდე. მიხარია შურს მეამაყება რომ დრამატიული თეატრის მსახიობი უბრალოდ აი ფლობს კიდევ აი ასეთ ხელოვნებას და ეს არ არის იცით აი უბრალო ნახატი და საოცარი ფერებია ჟანრის ძალიან კარგი ფერებია მე გამოხატავს რაღაც ხასიათსაც მე ახლა უთხარი ჟანრის ინტერვიუს მივცემ მეთქი როცა ხოვენ ინტერვიუს მაშინ ერთ რამეს ვიტყვი მეთქი მომზადებული მაქვს მეთქი სიტყვა რომ გარეგნობის გარდა ღმერთმა ყველაფერი მოგცა მეთქი მან მითხრა პირიქითო შენ გარეგნობა მოგცა და არაფერი არ მოგცა ღმერთმა მე ვთქარ იმიტომ ვარ ძმები რა შეეხება გამოფენას ნუ ყველა ნამუშევარი ჩემთვის ნაცნობია ცნობილია და შეყვარებული ვარ მე ვერ ვიტყვი რომ ჟანრიზე ვარ შეყვარებული, მაგრამ მის ნამუშევრებზე შეყვარებული ვარ, იცით? შერატონ მეტეხი პალაში კომპანია ჯეოსელმა ტრადიციული კოქტეილ ფართი მოაწყო, რომელზეც გასული წლის შედეგებზე და მომავალი წლის პროექტებზე ისაუბრეს. We congratulate the new president. And we wish all the best for Georgia and for Georgian people in 2004. Year 2003 was very successful for Geocell and we are expecting more successful year in 2004. 2003 წელი იყო როგორც უკვე აღნიშნეთ ძალიან წარმატებული წელი ჩვენთვის და 2004 იქნება გაცილებით წარმატებული ვიდრე წინა წელი. ჩვენ პრინციპში ჩავატარეთ ესეთი ძალიან მე შემიძლია ვთქვა რომ ესეთი თამბეჭდავი და ძალიან რთული პერიოდი, იმიტომ რომ იყო აღსავსე ძალიან ესეთი ბევრი ქველმოქმედებითი აქციებით, რომელიც ახლა რო გითხრათ რომ ძალიან სახალისოა, არ არის სახალისო იმ მხრივ, იმიტომ რომ ხედავ რომ ამდენი გაჭირვებულია. და განსაკუთრებით აი მიწისძვრის აქცია იყო აი ესეთი სერიოზული და ძალიან შთამბეჭდავი ჩემთვისაც და ყველა იმისთვის, ვინც დაესწრო აი მასმედიის წარმომადგენლებისთვის. ნუ იყო მე შევღებეთ, გავალამაზეთ ქალაქი და რა ვიცი, ძალიან ისეთი რთული და ნაყოფიერი წელიწადი ქონდა და ვაპირებთ ასევე გავაგრძელოთ, რა ვიცი.
We would like to give some Geocell became on air. Конечно, что мы работаем, сейчас როგორც Ნორვეგია, დანია. ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი.